აპრილის ტრაგედიიდან 37 წლის შემდეგ დღეს პარლამენტის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო. 9 აპრილის მემორიალთან მისულ ქართული ოცნების წარმომადგენლებს პროევროპული აქციის მონაწილეების საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. ოცნების წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლა და კიტების მიტანა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის გავლით მოუწიათ. ქართული ოცნების წევრი ბექა დავითულიანი ხელით შეეხო აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს. დავითულიანი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, როდესაც მას მეყანწიშვილმა მოღალატე უწოდა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დავითულიანმა აქტივისტს ხელი ჩაავლო და მოიშორა. შიშრებოდა ლაჯრება. ეს დაიყვანეს, მაგრამ გავიყვანე, რა უნდა გამოსვლია და აპრილის მემორიალთან საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ ოცნების მაღალი თანამდებობის პირებსაც, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, მიხეილ ყაველაშვილს და შალვა პაპუაშვილს. თუმცა პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ეს საპროტესტო შეძახილები არ ისმის. აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც თქვა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს იქ მისვლის მორალური უფლება არ აქვთ. ის ადამიანები, როგორც საუკუნეების მანძილზე არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გასცეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ეს არის ჩვენი ხვედრი, ჩვენ ამას გავაგრძელებთ. რაც არ უნდა აქ მოვიდნენ და ვითომს დაპატიმრებდნენ, ვითომს თუნდაც დაიჩოქონ. არაფერი არ ეშველებათ, იმიტომ ესენი არიან ისინი, ვინც საქართველოს ყიდიან, საქართველოს დამოუკიდებლობას ყიდიან და არიან მზად იმისთვის, რომ თავიანთი არ ვიცი, გამდიდრებისთვის თუ თავიანთი რისთვის, ძალაუფლებისთვის, რომელიც აღარ გააჩნიათ, ყველაფერი გასცენ და ყველაფერი მისცენ რუსებს. ეს მემორიალი არის სწორედ ის მემორიალი, სადაც ვერ უნდა მიდიოდნენ. არ მიდიოდნენ, ვერ უნდა მიდიოდნენ და ნათელი არის თუ რამდენი პოლიციელი ჭირდებათ იმისთვის, რომ აქამდე მოვიდნენ. მეუბნები მოხი აქედანო. პარლამენტთან ხმაური და დაპირისპირება ქართული ოცნების წევრების გამოჩენამდეც იყო. დღის განმავლობაში პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა. თავდაპირველად 9 აპრილის მემორიალთან უცნობი პირები მივიდნენ, რომლებიც იქ შეკრებილ აქტივისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებს და უცნობ პირებს შორის ხმაური ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ ერთი აქტივისტი შაკო ბაღდოშვილი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აი ამას მიხედეთ.
აი მაგორს მიხედეთ, მაგორს. ამას ნუკი 9 აპრილის მემორიალთან 1989 წელს დაღუპულთათვის პატივის მისაგებად დღეს დილიდანვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იყვნენ მისული. გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ კუბერნატმა და პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და ბალტიის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ყველა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ოპოზიციის ალიანსმა განცხადება გაავრცელა. 9 აპრილი საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღეა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა გმირული თავგანწირვითა და ბრძოლით დაიბრუნეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად დაასრულეს საბჭოთა ოკუპაცია. საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეში არ რადგან ის ვერ გადარჩება ივანიშვილის რუსულ დიქტატურაში. საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ გადარჩება თუ ის სრულად დაუცველი მარტო დარჩა რუსეთის პირისპირ. თავისუფლების და მშვიდობის დასაცავად სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი, რომელმაც ქვეყანა თავისუფალი სამყაროსგან იზოლაციაში მოაქცია. სწორედ ამიტომ ალიანსი მასშტაბურ შეკრებას ვაანონსებთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რათა 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის მსგავსად დამოუკიდებლობის იდეის გარშემო ეროვნული მობილიზაციის პროცესი დავიწყოთ, რომელიც საბოლოოდ წააქცევს მოღალატე რეჟიმს და დააბრუნებს ქვეყანას განვითარების ისტორიულ გზაზე. პარლამენტის წინ 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიომ გადაიხადა. მედიასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მას ჟურნალისტებმა კითხეს, ხომ არ აპირებს საპატრიარქო კიდევ ერთხელ დააყენოს საკითხი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე. პასუხად მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ამ საკითხის სამომავლოდ განხილვას არ გამორიცხავს. ეს ხალხი ხო ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩოთ როგორღაც. უბრალოდ სამჯერ რადგან არ მოისმინა ხელისუფლებამ თქვენი თხოვნა ევროპის. ამის ფონზე ვიძახი ისევ 7 გზის 70 ჯერ შეიძლება, ესე იგი, ერთ და იგივე რამაზე ვითხოვოთ და ესე იგი, თუ ვითხოვთ, შეიძლება განგვეღოს მე. პროევროპული აქციის მონაწილეები და პოლიტპატიმრების მშობლები პარლამენტთან გუშინ საღამოს მივიდნენ და 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს. Maria,